მოგესალმებით Redline-ზე, მე ვარ ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი. დღეს არის 23 დეკემბერი და გთავაზობთ მამუკა მდინარაძის ბრიფინგის გარჩევას. დღეს ის იყო მთავარი სპიკერი ქართული ოცნებიდან, პარლამენტში იყო მისი პრესკონფერენცია და მოდით ერთად ვნახოთ რა კითხვები დაისვა, როგორ უპასუხა მან ამ კითხვებს და რამდენად დაასაბუთა საკუთარი პოზიციები ამა თუ იმ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით. Პირველი თემა პირველი კითხვა ეხებოდა ეუთო ოდირის დასკვნას და კრიტიკას, რომელიც გამოითქვა ოპოზიციის მხრიდან და იმ შეფასებას, რომ ეს დასკვნა არის ცალსახად ნეგატიური და ხელს არ უწყობს არჩევნების ლეგიტიმურად ცნობას. ვნახოთ რა უპასუხა მამუკა მდინარაძემ და გავაგრძელოთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კითხვები და ის სპეკულაციები, რაც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან იყო გახმოვანებული, არც ერთი მათგანი პუნქტის სახით, არანაირი პუნქტის სახით არ ასახულა ეუთო ოდირის დასკვნაში. რა თქმა უნდა, იქ არის კრიტიკული შენიშვნები, ამას არავინ უარყოს. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვაქვს ეუთო ოდირის დასკვნები გაცილებით კრიტიკული და რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილმა გაახმოვანა ეუთო ოდირის ძალიან მძიმე დასკვნის რამდენიმე პუნქტი, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შეეხებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრობს, ეს არის აქცენტის გადატანა, მარტივად რო ვთქვათ, აი ამ ტექნიკას იყენებს ახლა ამის თქმის დროს მამუკა მდინარაძე, კი ბატონო, მახსოვს შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი, რომელმაც დარღვევების ჩამონათვალით დაიწყო და შემდეგ თქვა, რომ ესო ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვლენილი დარღვევებია, რაც დადო ეუთო ოდირმაო. აქ ძალიან მარტივი კითხვა შემოდის, საერთოდ რატომ ვადარებთ, როდესაც ამ სპიკერს ამ შემთხვევაში მამუკა მდინარაძეს პასუხი აქვს გასაცემი კონკრეტულ შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, რატომ შემოაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის პარალელები, ეს რას ემსახურება, გარდა იმისა, რომ თქვათ არის ყურადღების გადატანა და პირდაპირ პასუხზე თავის არიდება. აქ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ შენიშვნებზე, რაც არის ასახული საკმაოდ ვრცელ დოკუმენტში. მე ამასთან დაკავშირებით გუშინ საკმაოდ ვრცელი ვიდეო ჩავწერე და დევს ჩვენს Redline-ის არხზე, სადაც არის 15 პუნქტი და აი ამ 15 პუნქტში დაწყებული კანონმდებლობიდან დასრულებული არჩევნებზე დაკვირვებით და უშუალოდ არჩევნების დღით და იქ შექმნილი მთელი კომპლექსური ჯაჭვი არის მოცემული, რაც მიანიშნებს რბილად რომ ვთქვათ შეუსაბამობებზე და შეგიძლიათ ეს დაწვრილებით ნახოთ. ამ შემთხვევაში, როდესაც ამბობს, რომ არც ერთი წინადადება არ გვხვდება მისი შეფასებით ეუთო ოდირის დასკვნაში, რაზეც საუბრობს ოპოზიცია მათ შორის საუბრობს ძალიან ბევრ რამეზე, ფარულობის პრინციპის დარღვევიდან დაწყებული, ძალადობით დასრულებული, ასე რომ აი ამ კითხვას ძალიან ესე მარტივად შინაარსში შესვლის გარეშე არის და პრინციპში თავი თქვა, რომ არის რაღაც გარკვეული დარღვევები, თუმცა ეს ყოველთვის ხდება ხოლმე და შემდეგ უკვე წავიდა შტატების მაგალითზე. შემდეგი თემა ეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ უნდა დაინიშნოს ერთი კვირის ვადაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ასევე ამ ნაწილში მამუკა მდინარაძე საუბრობს კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებითაც, რომელიც ამბობდა, რომ უნდა დაფიქრდეს სალომე ზურაბიშვილი, როგორ გააგრძელებს ვადის ამოწურვის შემდეგ ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ თავისუფლებაზე. ვნახოთ, რას ამბობს აი ამ თემებზე. არასერიოზულია. კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით ჭირდება არჩევნები ხელახალის მორიგის და შემდეგ დანიშნა ჭირდება ყველას თავისი საფუძველი. ესეც საფუძველი ბუნებრივი არ არსებობს. ეხლა ის უბრალოდ დანიშნოს კონსტიტუციაში რაღაცა წერია და რაღაცა სკრინებს აფრიალებენ და ერთმანეთს აგიჟებენ. ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება და მეტიც. გუშინ ლაპარაკობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი დაემუქრაო. მე რო თქვენ გითხრათ, რომელიმე თქვენგანს, თუ თქვენ ეხლა მაგალითად გაძარცვავთ თქვენს ოპერატორს, წაართმევთ კამერას და მიისაკუთრებთ. თქვენ მოხვდებით ციხეში, მუქ არა? კი ბატონო, კიდევ ერთხელ დაგემუქრებით. თუ რომელიმე ადამიანს გაძარცვავთ, თქვენ ძარცვის მუხლით აღმოჩნდებით ციხეში. იყოს მუქ არა მაშინ. თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, ის აღმოჩნდება გისოსებს მიღმა.
ჩვეულებრივი ამბავია, მოცემულობაა, დანაშაულება უნდა ჩაიდინოს და არ აღმოჩნდება მარტივი ამბავი. მამუკა მდინარაძე აქაც გვთავაზობს შედარებებს და ესეთი მარტივი მაგალითი მოიყვანა, რაც მოისმინეთ, რომ თუ ვინმე მაგალითად ჟურნალისტი ოპერატორს რაღაცას დაუშავებდა, იქნებოდა დანაშაული და დააკავებდნენ. თუმცა აქ რამდენად რელევანტური არის ეს შედარება გუშინ დელიკო-ბახიძის განცხადებასთან, აქ არის სწორედ კითხვა. აქ მთავარი განსაზღვრელი არის პოლიტიკური კონტექსტი. ვინ აკეთებს ასეთ განცხადებას, რა სიტუაციაში აკეთებს ასეთ განცხადებას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ ირაკლი კობახიძის განცხადება გაკეთებული მთავრობის ადმინისტრაციაში, ამ მწვავე მოვლენების ფონზე, რაც მიმდინარეობს დღევანდელ ქართულ რეალობაში, ქუჩაში თუ პოლიტიკაში ზოგადად და ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე ეუბნება სალომე ზურაბიშვილს, რომ თუ კარგად არ მოიქცევა, ის შეიძლება აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ეს ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით არის განსხვავებული, ამ მაგალითისგან, სწორედ რაც მდინარაძე მოიყვანა ახლა ოპერატორის და ჟურნალისტის შემთხვევაში, ვინ ამბობს, სად ამბობს და ვის მისამართით ამბობს რაიმე კონკრეტულ ასეთ ფრაზას, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და სწორედ ამის გამო გაკეთდა შეფასებები არა მხოლოდ საქართველოში მის მიღმაც, რომ ეს აღიქმებოდა როგორც პირდაპირი მუქარა. შემდეგი თემა ეხება საგარეო პოლიტიკას, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს და კითხვა ისმის ისევ თუ როგორ აპირებს დაალაგებას ქართული ოცნება ურთიერთობების მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას და რა ვადებში აპირებს ამის გაკეთებას. მე მინდა მიაქციოთ ახლა ერთ რამეს ყურადღება, თუ აქამდე ჩვენ გვესმოდა დაბეჯითებით იმის გამეორება, რომ აუცილებლად დაალაგებდნენ ტრამპთან, ამ შემთხვევაში ოდნავ იცოლება ეს ეგრეთ წოდებული message box-ი. თუ აქამდე მაგალითად კობახიძე, მდინარაძე და სხვები იმეორებდნენ ამას, რომ მათ იმედიანი განწყობა ჰქონდათ და არ უნდათ ეფიქრათ ნეგატიურზე და სხვა სახის განვითარებაზე და გვარწმუნებდნენ, რომ აუცილებლად დაალაგებდნენ, ახლა ამ თემაზე საუბრისას გაჩნდა ასეთი ფრაზა, თუ განვითარდება ასე და ასე შემდეგ. მოვისმინოთ რას ამბობს ახლაც ამ კონკრეტულ ბრიფინგზე მდინარაძე. ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატო? ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, ხო? სუბიექტურად ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორივე დაპირება შინაარსი საქართველოს აწყობს. ჩვენ გვაწყობს. ერთი ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე deep state-ის დამარცხება. ეხლა რას გულისხმობენ ამაში? ხა მას სახელმწიფო თარგმნით ასე, ხო? deep state-ი, რომელსაც ხშირად მოიხსენებენ ტრამპი და მისი თანამოაზრეები, ადმინისტრაციის მომავალი ლიდერები. როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, შესაბამისი უფლებამოსილებით, მაგალითად პრემიერ-მინისტრის პოლიტსაბჭოსთვის წარდგენის უფლებამოსილებით, რომელიც არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი, ხო? თურმე აღმოჩნდა მაგალითად ფილი ძალიან გავლენიანი გამოცემა თავად წერს, რომ ომის პარტიად იქცა მოქმედი ადმინისტრაცია. ომის პარტიას ჩვენ ვამბობდით გლობალურ ფორმატებით მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია ვინ იყო, ხალხს გაერჩია ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი, აგენტურა, ხო? და გლობალური ომის პარტია გარეთ მოქმედი დავალების მიცემები. როდესაც არის deep state-ზე ეგრეთ წოდებულზე საუბარი, რასაც აქ ცოტა დავიბენი ახლა, გარდა იმისა, რომ შემოიტანა, რომ თუ ტრამპი შეასრულებს თავის დაპირებებს ეგრეთ წოდებული deep state-ის დამარცხებასთან დაკავშირებით, მაგ შემთხვევაში ავშენდით და ყველაფერი კარგად გვექნებაო, მაგრამ აქ თუ დააკვირდით ახსენებს ასეთ რამეს, რომ ჰილი ერთ-ერთი გამოცემა წერს იმასთან დაკავშირებით, რომ მოქმედი ადმინისტრაცია იქცა ომის პარტიად. იქნებ გაგვარკვიოთ, ბატონო მამუკა, ვის გულისხმობთ თქვენ ეგრეთ წოდებულ ომის პარტიაში deep states ეგრეთ წოდებულს არაფორმალურ გავლენებს, რაზეც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საუბრობდნენ თქვენი გუნდის წევრები, თუ მოქმედ ადმინისტრაციას.
ამ შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელზეც კობახიძემ თქვა თუ არ მეშლება, რომ ჯო ბაიდენი საერთოდ ვერ მართავდა ქვეყანას და ეს ყველა მიცის და არავის არ უკვირს, მას არ ქონდა ამის შესაძლებლობაო, ზუსტად სიტყვები არ მახსოვს ახლა ზედმიწევნით, თუმცა შინაარსი ეს იყო, რომ ბაიდენი ვერ მართავდა. რას გულისხმობთ, ანუ არაფორმალურ მმართველობას თუ მოქმედ ადმინისტრაციას? აი აქ უკვე რაღაცა ცდომილება შემოვიდა აი ამ მსჯელობაში, გავაგრძელოთ ახლა კიდევ რას ლაპარაკობს მამუ გამდინარაძე Deep State-ის დამარცხებაზე და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ვნახოთ. ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები საუბრობენ და მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები განსაკუთრებით ეს ნიშნავს თავად ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს. ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს. მაგრამ ამის ავტორები ვის გავლენებზეა საუბარი? ჩვენი პირობითად თუ არაპირობითად შეგვიძლია მოიხსენიოთ გლობალური ომის პარტიად ან ნებისმიერ გლობალური ომის ძალებად და ასე შემდეგ. შესაბამისად ამისა, ეს არაფორმალური გავლენები, ეს არაფორმალური მმართველობა, თურმე ჩვენ რო გაღმა და გამოღმა როგორც ისე დავარქვათ, ხვედავებოდნენ, თავად ამ ჩვენზე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოში ყოფილა და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ დღეს. ბევრი არ ვიცი, მე მგონი აქ ძალიან აირია, იმიტომ რომ ხან ოფიციალურ გავლენაზე საუბრობს, ხან არაფორმალურ გავლენაზე საუბრობს, ხან მოქმედ ადმინისტრაციაზე და ჰილის სტატიები მოყავს ამის არგუმენტად, რომ მოქმედი ადმინისტრაცია გადაიქცა ომის პარტიად და არ ვიცი, ძალიან აირია, მე მგონი მამუ გამდინარაძე ახლა აი ამ მსჯელობაში გაყმა და გამოღმა გვედავებიანო, საერთოდ ვერ გავიგე მთლიანობაში რისი თქმა უნდა და რას გულისხმობს ერთი კი ცხადია, რომ მას სურს რომ ისაუბროს აი ამ დიდ შეთქმულების თეორიაზე, რომ წნეხი ხორციელდება საქართველოზე გლობალური ომის პარტიიდან, აკავშირებს ამას ხან პირდაპირ და თან არ უნდა რომ პირდაპირ დააკავშიროს ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციასთან და ოფიციალურ მმართველობასთან და თან საუბრობს არაფორმალურ მმართველობაზე, ნუ აი ამ ჭიდილში არის აი ამ განცხადების დროს, რომ არ უნდა რომ თან ძალიან გადაამლაშოს და გადავიდეს პირდაპირ ბრალდებაზე მოქმედი ადმინისტრაციის მიმართ და თან ასე გამოსდის. ნახოთ, გავაგრძელოთ კიდევ. ვარი მიდის უამრავი ინტერვიუ იქნა მიცემული, მათ შორის მასკი ამ ბოლო დროს რა ინტერვიუებს იძლევა და თავად ტრამპის სხვა თანამოაზრეები და გუნდის წევრები რა როგორ პოზიციონირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით და თავარი რაც არის ითაც დავიწყე. გამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ. იმ მოვლენებზე თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. პირველი, რამდენად შეძლებს ის გავლენა მოახდინოს იმაზე, რომ დასრულდეს ომი, ამ შემთხვევაში ბუნებრივად ქრება ინტერესი საქართველოს მიმართ მისი მეორე ფრონტად ქცევასთან დაკავშირებით და მეორე, როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს ბიუროკრატიაში, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუროკრატიაში, რა შემთხვევაში ბუნებრივად გვაწყობს ჩვენ. თუ ის შეძლებს ლიანად ამოძირკოს და დაამარცხოს, შესაბამისად ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. მაგრამ თუ სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა, მაშინ ბუნებრივია ეს ტურბულენტობა გაგრძელდება. აქ პიროვნებაზე კი არ არის დამოკიდებული და ვიღაცას მოწონს ტრამპი არ მოწონს ან მას მოწონვარ ჩვენ თუ არ მოწონვართ, ამაზე კი არის დამოკიდებული. რამდენად ის შეძლებს თავისი იმ დაპირების ასრულებას და შესრულებას, რომ მან Deep State-ი შესაბამისი არაფორმალური გავლენები ნუ ფაქტია რომ იტოვებენ სივრცეს თუ აქამდე თამამად ამბობდნენ რომ აუცილებლად დაალაგდებოდა შტატებთან ურთიერთობები და ეს ხდებოდა მაშინ როდესაც ახალი მიღებული იყო გადაწყვეტილება სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერების შესახებ და ეს კრიზისი იყო ასე ვთქვათ საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით და აუცილებლად დაპირება უნდა გაცემულიყო რომ კი აუცილებლად დაალაგდება ამ შემთხვევაში უკვე ლავირების სივრცეს ტოვებს ეს განცხადებები და რაღაცა პირობებს დებს რომ აი თუ თქვენ აღადგენ
წარადგენთ მსოფლიო წესრიგს და მოაგვარებთ იმ საკითხებს, რომელიც თქვენ თვითონ გაანგრევთ შიგნიდან და ამერიკას ძირს უთხრის ეს deep state-ი, ამ შემთხვევაში კი ბატონო შეიძლება ვილაპარაკოთ თუ არა, აი ამ შემთხვევაში უკვე აბსოლუტურად კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება შტატებთან ურთიერთობის საკითხების მოგვარება ყოველ შემთხვევაში აი ამ კონკრეტული პოლიტიკური გუნდის მხრიდან და ეს იკითხება სწორედ ამ განცხადებაში. აქვე თითქმის პირდაპირ ბრალდება მოვისმინეთ, რომ თუ ეს ასე არ მოხდება, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ომში ჩართვა და აქ მეორე ფრონტის გახსნა, აი ამ თემაზეც პირდაპირ კეთდება აქცენტი, რომ ეს საფრთხეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან მომდინარეობს, სხვა არაფერი ქვია ახლა ამ განცხადებას გავაგრძელოთ. შემდეგი თემა ეხება შიდა პოლიტიკას და კითხვა დაისვა მდინარაძესთან მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოწოდება გააკეთა ქართული ჯარის მიმართ, რომ მათ არ აღიარონ არალეგიტიმური პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს გულისხმობდა და არ მიიღონ მონაწილეობა ინაუგურაციაში და ზოგადად გაემიჯნონ არალეგიტიმურ პროცესს. ვიდრე აი ამ კითხვაზე პასუხს მოგესმენინებთ, მანამდე მინდა რომ შეფასება გავაკეთო თავად ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით. ძალიან მაინტერესებს რა შედეგებს ელოდებოდა მამუკა ხაზარაძე, როდესაც აი ამ განცხადებებს აკეთებდა. ანუ რომ წარმოვიდგინოთ, აი მოუწოდა ქართულ ჯარს რომ გაემიჯნონ აი ამ პოლიტიკურ პროცესებს და არ აღიარონ ვინმეს ლეგიტიმაცია. ანუ რეალურად აქვს ვინმეს იმის მოლოდინი, რომ ახლა ჯარისკაცები ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად აი ამ ტიპის გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ანუ მართლა მაინტერესებს თუ აქციაზე გამოვლენ, თუ უარსიტყვიან ბრძანებების შესრულებაზე, რომლებსაც მათ ზემდგომი პირები თუ ორგანოები აძლევენ. ანუ მამუკა მდინარაძე, უпростоრად მამუკა ხაზარაძე აი ამ განცხადებას რო აკეთებდა, მაინტერესებს თუ გაანალიზდა ის შესაძლო შედეგები და რისკები, რომელიც აი ამ განცხადებას უკავშირდებოდა, თუნდაც პოლიტიკური ნიშნით, როგორ მოხდებოდა აი ამ თემის შემოტრიალება საპასუხოდ, როგორ შეფასდებოდა ის ოპონენტების მხრიდან და რა რეაქცია ექნებოდა ამ ყველაფერს პროტესტთან მიმართებაში. ხომ არ მოახდენდა ეს რაიმე პროცესების მიმართ კრიტიკის გაღვივებას, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ისედაც მართველი გუნდის პოზიცია მუდმივად არის, რომ ეს არის დესტრუქციული პროცესი, ეს არის რადიკალური პროცესი, რადიკალური ჯგუფები დგანან აქციაზე და მუდმივად იყენებენ ხოლმე ისინი სწორედ მსგავს განცხადებებს და პოლიტიკური პარტიებიდან წამოსულ თემებს, ასე ვთქვათ, აწეულ ძალიან ესეთი ტერმინი უნდა გამოვიყენო, ძალიან მიესადაგება ამას სატოპკე რომ მიეცემათ ხოლმე აუცილებლად იყენებენ აი ამ შესაძლებლობებს. ამ შემთხვევაშიც მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება და მოწოდება ჩემი პირადი აზრით აღმოჩნდა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ქართული ოცნებისთვის, რომ ეს განცხადება გამოეყენებინათ სწორედ პროტესტის მიმართ კრიტიკის გასავრცობად და იმ სახელის დასარქმევად, რომ ეს პროცესები, რაც ქუჩაში ვითარდება, ემსახურება დესტრუქციას, სახელმწიფო გადატრიალებას, სახელმწიფო სტრუქტურების მოშლას, ჯარის ჩამოქცევას და ასე შემდეგ. აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ ამას გამოიყენებდნენ და ვნახოთ მამუკა მდინარაძის პასუხი. სიტყვას ამ შემთხვევაში რას ნიშნავს, როცა ოპოზიცია მოუწოდებს ჯარს რომ დაუმორჩილოს? მოწოდება საბოტაჟისკენ. ეს არის მოწოდება საბოტაჟისკენ. გნებავთ ახლა სამართლებრივი შეფასება დავარქვათ ამას. გნებავთ პოლიტიკური ერთის და მეორეს პრინციპს ერთმანეთს ემთხვევა. როდესაც ისე გინდა შენი ქვეყნის ჩამოქცევა, არევა, ეკონომიკის ჩამოქცევა, შვიდობის ჩამოქცევა, რომ მოუწოდებ დაუმორჩილებლობისკენ, ესე იგი ერთი აგონიაში ხარ და მეორე უდიდეს მავნებლობას ცდილობ რომ ჩაიდინო. არ გამოუვათ. საბედნიეროდ ეს ქვეყანა დგას თავის სიმაღლეზე და საბედნიეროდ არ იღებენ ეს ბიჭები ასე სულელურ მოწოდებებს, იმიტომ რომ ხედავენ რომ კადრულობენ ყველაფერს, რუსებს ეძახიან იმ ადამიანებს, ვინც 2008 წლის ომში გმირულად იბრძოდა. გმირულად მებრძოლ ადამიანებს, ის ადამიანები, ვინც მათ ომის დანაშაულს
აი პასუხიც არაფერი არ დააყოვნა მამუკა მდინარაძემ და მეტიც მიამატა რომ ესე იგი რუსებს ეძახიანო იმ ადამიანებსო ვინც ქვეყნის სადარაჯოზე დგასო ხო ანუ და შემდეგ უკვე მოაყოლა რომ მათ შორისო ვინც ნაცების გვერდით დგასო ამ აქციებზე აი ამას იზიარებს აი ამ პოზიციებს და მათ ნათქვამს ხო ანუ პრინციპში მამუკა ხაზარაძემ ამ განცხადებით ძალიან კარგი შესაძლებლობა მისცა მთლიანი პროცესის კრიტიკისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი ქართულ ოცნებას და შედეგი არ ვიცი სხვა რა შეიძლება მის ამ განცხადებას მოყვეს პრაქტიკული თვალსაზრისით და საერთოდ საკითხავია რატომ რამდენად არის თანხwebdriverში მსგავსი განცხადებების გაკეთება და მსგავსი მოწოდებების გაკეთება როდესაც იმ აქციაზე დგახარ სადაც ხალხი ათასობით ადამიანი ითხოვს ხელახალ არჩევნებს და ითხოვს დაკავებული ადამიანების გამოშვებას. აი ამ ხაზარაძის თემის შემდეგ მამუკა მდინარაძემ ძალიან გაილაღა და ნუ წავიდა უკვე შემდეგ უკვე თავად განავრცო თემა და გადავიდა უკვე საპროტესტო აქციაზე იქ მდგომ ადამიანებზე ბევრი იხუმრა აი ამ ფორმატს თუ დავარქმევთ ხუმრობას იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი კაცი დგას დრონი როგორ იღებს ფოტოებს როგორ ბერავენ და ასე შემდეგ და ნუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ჯერზე ცდილობდა იმას რომ დაეკნინებინა ეს პროცესი როგორც საზოგადოებრივი პროტესტი და ყველა ჯერზე ცდილობდა იმის გამყარებას რომ ეს არის პოლიტიკური ჯგუფების მართული დაფინანსებული დაორგანიზებული პროცესი არანაირ თვითორგანიზებასთან და რაღაცა ხალხის თვით გამოხატვასთან ამ შემთხვევაში არ აქვს საქმე აი ესე განავრცო ეს თემა მამუკა მდინარაძემ ნახოთ ეხლა შეიძლება არაერთი ადამიანი გულწრფელიც იდგეს აქციაზე მაგრამ ჩვენ სასაყრედურო და სამხილებელი ყავს ის ხალხი რომლებიც ამას აორგანიზებენ ცოტა ფული აჭდება პატარა ორგანიზება ამ პერფორმანსებს არ ჭირდება მე რომ ბულინგდებიან და რაღაცებს ნერვიულობენ არ არსებობს პოსტი დავწერო ერთი სიტყვა და არ გამოვარდნენ და ამაზე დიდი შეტევა არ მოაწყო და მე რაც უფრო დიდ შეტევას აწყობენ ჩემზე და ჩვენზე მით უფრო მოტივირებული ვარ რომ რაღაც რაოდენ დღეს მაგალითად შეიძლება დავწერო რაღაც ციფრი დაახლოებით რამდენი იყო მაგალითად თუ იქნებიან დაახლოებით ის რაოდენობა შეიძლება წინასწარ ვეთქვა რომ დღეს შეიძლება იყვნენ 1984 დაუშვა და ამაზე აწყდება ერთი ამბავი აი დაიმახსოვრეთ პირობითად დაწერ თუ არაპირობითად რა დღეში არიან რატომ იცით მათი რევოლუციური სცენარის ყველაზე დიდი მტერი არის დრონი რევოლუციური სცენარის უფრო დიდი მტერი მე მგონი ქართული ოცნება არ არის როგორც არის ერთი უწყინარი მოწყობილობა რომელსაც ქვია დრონი განსაკუთრებით ემტერებიან იმედის დრონს რატომღაც მთელი ცოდვები მათზე გადააქვთ რომელსაც ისინი თავად უწოდებენ ცოდვებს მაგრამ რეალურად ეხლა ის ფოტოგრაფი რო ყავს ინჟინერი კაცია უდაოდ ეს გაბერი რაც უნდა გაბეროს ეს გაბერმა ვერ გაიბერება და რაღაცა ცოტა ადეკვატურობა ხონდა შევინათოთ ადრე იყო კიდე მახსოვს 7000 კვადრატულ მეტრში 100000 ადამიანი რო დაატიეს ბჭყალებში ნუ ეს ეხლა რაც არ უნდა ვითვალოთ და რაც არ უნდა ბუღალტერი ავკიდოთ ვინმეს არ ავიკიდოთ ჩვენ თვითონ რაღაცა რაოდენობა მაგრამ ადამიანების რაოდენობს თვითონ რო არ წამოეგონ ხოლმე ამ თქვა ჩვენ ხუმრობაზე თუ ირონიაზე შეიძლება საერთოდ აღარ ვილაპარაკოთ ამ რაოდენობაზე მაგრამ გავაგრძელებ მანამ სანამ თვითონ ამაზე რეაქცია ექნებათ კარგით მამუკა მდინარაძე ერთობა და ესე აქტიურად არის როგორც ჩანს დაკავებული თვლით და აი ამ პოსტების წერით რომელიც ხალხის რაოდენობაზე მიანიშნებს თუმცა ბოლოს თქვა რომ ნუ კარგით აღარ ვიზავო აღარ ვილაპარაკებ თუ თვითონაც არ გაამახვილებენ ამაზე ყურადღებას. კიდევ ერთი საინტერესო თემა არის, როდესაც პრინციპში ერთ წრეზე ვტრიალებთ მამუკა მდინარაძე ისევ ავლებს პარალელებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან და საუბრობს იმაზე, რომ აი მაშინ როგორი დანაშაულებრივი რეჟიმი არსებობდა და ახლანდელი ხელისუფლება როგორი მართალია, როგორი სამართლიანია და როგორ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ევროინტეგრაცია და ცდება ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ასე არ არის
აი ამ პარალელების გავლების დროს ის ახსენებს მაგალითად არგუმენტად მოყავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მაშინ და ახლა მიღებული გადაწყვეტილებები მოვისმინოთ ეს ნაწილი და შემდეგ უკვე აი ამ თემაზე რამდენად ადეკვატური არის ასეთი პარალელების გავლება გავაკეთოთ პატარა შეფასება და განვაგრძოთ. ამბობენ რომ ეს იყოს სისტემური დანაშაულის მექანიზმი. ანუ რამხელა ანტაგონიზმია, რამხელა დაპირისპირება ამ ორ მოცემულობას შორის, ხო? ამბობენ რომ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა, ხოლო მაგალითად სტრასბურგის სასამართლო ამბობს რომ იქ ხდებოდა უბედურება. როგორც გიგვლიე საქმეზე აგერ რამდენიმე თვის წინანდელსაც შეგახსენებთ, რომ სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმი იყო. ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო. ევრო ავტორიტეტული სტრუქტურა უფლებების დაცვის სფეროში. დღეს როგორ არის პირიქით? ჩვენს პერიოდთან დაკავშირებით უკვე ევროსასამართლოს აქვს დამოკიდებულება რომ ვიგებთ პროცესებს, ხოლო ზოგიერთი ევროპელი ლიდერი თუ ბიუროკრატი ჩვენ გვიწოდებს რეჟიმს. აქაც უპირისპირდებიან ერთმანეთს. როგორ ხდება ეს? რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე, რომ 2012 წლამდე დემოკრატია იყო წყალში ჩაძირული, სკეს ქვემოთ იყო, არ არსებობდა სისტემა იყო დანაშაულებრივი, ამბობს სტრასბურგი, ევრო სტრუქტურა იყო სამართლის და უფლებების სფეროში და პოლიტიკოსები ლაპარაკობენ პირიქით. დღეს პირიქით არის სტრასბურგის სასამართლოში ვიგებთ, ანუ სტრასბურგი ამბობს რომ დღეს გვაქვს დემოკრატია, ხოლო მათი ბიუროკრატები ამბობენ რომ დღეს ხდება უბედურება. რამდენად ადეკვატურია ეს მაგალითი? ძალიან მარტივად ვიტყვი. თუ საუბრობთ სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოში დამდგარ განაჩენებზე და მეორეს მხრივ საუბრობთ პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც ახლა მიდის, დაკავებები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, ძალადობის ფაქტები, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი და ჯერ პირველ ინსტანციასაც არ გაცელილა ეს საქმეები, ხო? და მუდმივად იმეორებენ, რომ გამოძიება მიდის და დაველოდოთ ამ გამოძიების შედეგებს, ვერანაირად ვერ შეიძლება იყოს ეს მოცემულობა აი ამ კონკრეტულ დროში შესადარებელი წინა წლებში სტრასბურგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან. აქ უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელი არის ამ ყველაფრის შედარება, როდესაც ერთის მხრივ დამდგარია განაჩენები და მეორეს მხრივ ეს სამართლებრივი პროცესები ახლა მიმდინარეობს, ახლა ხდება და არ არის მისული არათუ სტრასბურგის სასამართლომდე, არამედ შიდა სასამართლოს ეტაპებიც კი არ გაუვლია. ჩვენ არ ვიცით ხვალდაზე რა მსვლელობა ექნება ამ საქმეებს, წავა თუ არა სტრასბურგში და შემდეგ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს სტრასბურგი და ეს ვინ თუ არა მამუკა მდინარაძემ, რომელიც იურისტი არის, გადასარევად იცის. თუმცა აი ამ ტექნიკას იყენებს ახლა, რომ ეს პარალელი წარმოაჩინოს თითქოს არის ობიექტური დასაბუთება იმის, რომ თვითონ არ ჩადიან დანაშაულს და აი წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა დანაშაულები. ჯერ ერთი აი ამაზე საზოგადოების ის ნაწილი ყოველ შემთხვევაში, რომელიც ქუჩაში დგას, საერთოდ არ ლაპარაკობს და არც არავინ იქ უმეტესი ნაწილი ყოველ შემთხვევაში არ ცდილობს წინა ხელისუფლების რაიმე ქმედებების გამართლებას და მეორე, თუ უცხოელი პოლიტიკოსები, ევროპელი პოლიტიკოსები საუბრობენ რეჟიმზე და პოლიტიკურ შეფასებას აძლევენ ასეც, ვერანაირად ვერ გააბათილებს აი ამ შეფასებას ის, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აი ამ კონკრეტულ დარღვევებთან, ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით არ არსებობს. აი ამის თქმა მინდოდა ამ ნაწილზე, არ ვიცი თუ არ მეთანხმებით დაწერეთ კომენტარებში, გავაგრძელოთ. ბოლოს მოდით შევჩერდეთ კითხვაზე, რომელიც ეხებოდა ორ სადავო კანონს და პრინციპში კონტექსტი იყო ესეთი, რომ რა კომპრომისებზე არის წამსვლელი ქართული ოცნების გუნდი და რა შეიძლება შედეგი დადგეს მოლაპარაკებების შემთხვევაში, თუ იქნება მსჯელობა ორ კანონთან დაკავშირებით, ხო? ერთი ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ასე ქვია ოფიციალურად და ამ შემთხვევაში მეც ამ განმარტებას გამოვიყენებ და მეორე არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი, ხო? აი აქ მამუკა მდინარაძე ძალიან კარგად იყენებს ერთ გარემოებას, რომ
ამ კანონთან დაკავშირებით მეორე კანონს გულისხმობ ოჯახური ღირებულებების დაცვის და არასრულწლოვანთა დაცვის ოპოზიციური სპექტრი ფაქტობრივად არ ლაპარაკობს. მაშინ, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსებისგან გვესმის ღია შეფასებები, რომ ეს კანონი წინააღმდეგობაშია ევროპულ ფასეულობებთან და სწორედ ამიტომ ითხოვენ მის გადახედვას და გაუქმებას ხშირ შემთხვევაში და ეს კანონი მათი შეფასებით აღქმული არის როგორც შემზღუდავი ნორმა უმცირესობებისთვის და მათზე ზეწოლის გაზრდის და მათთვის საფრთხეების გაზრდის რისკებზე საუბრობენ, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ოპოზიციას გულისხმობ მუდმივად არის დუმილი. დუმილი იქიდან გამომდინარე, რომ ისინი აანალიზებენ რისკებს, რა რეაქცია შეიძლება მოყვეს საზოგადოების მხრიდან და ცდილობენ, რომ პოზიტიური, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული პოზიტიური დღის წესრიგი შეინარჩუნონ თავის სტრატეგიაში და არ ეხებიან, საერთოდ არ ეხებიან ამ თემებს. ამის პარალელურად მუდმივად აქცენტს აკეთებს ქართული ოცნება იმაზე, რომ თითქოს ევროკავშირში ინტეგრაცია გარკვეულ რისკებთან აი ამ დათქმებით არის დაკავშირებული, რომ ქართველობას წაგვართმევენ, რომ უпростоრად ეს LGBT საკითხები გახდება აქტუალური, ვინმეს მისცემენ, მოითხოვენ, რომ ვინმეს შვილის აყვანის უფლება მიეცეს და ასე შემდეგ. ანუ აი ამ დისკუსიაში, აი ამ საკითხზე, აი ამ კანონთან მიმართებაში აბსოლუტურად თავისუფალი სივრცე აქვს ქართულ ოცნებას და მეორეს მხრივ საერთოდ არ გვესმის ოპოზიციის მხრიდან ამ თემებზე ლაპარაკი, მათთვის ამ თემას ტაბუ ადევს და არ ცდილობენ, რომ თუნდაც ევროპელი პოლიტიკოსების ხაზი გააგრძელონ, ხო? ანუ თუ აქვთ სათქმელი, რატომ არ ამბობენ აი ამ ყველაფერზე იმას, რასაც თავადვე ითხოვენ. აი აქ შემოდის უკვე ეს მოცემულობა, რომ ცალმხრივი, ცალკარში თამაშია და ეს ცალკარში თამაში გააგრძელა ამ შემთხვევაშიც მამუკა მდინარაძემ, რაც ჩემი აზრით ამ შემთხვევაში არის სწორედ ოპოზიციური ფლანგის აი ამ თემის მიმართ იმ დამოკიდებულებით, რაც ვახსენე, ისინი აბსოლუტურად პასიურები არიან ამ თემაზე. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან დაკავშირებით სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ. ანუ ეს კონსერვატიული თუ ეროვნული თუ ტრადიციული დამოკიდებულება დადასტურდა, განმტკიცდა, რომ აქ ჩვენ მართლები ვართ. თქვენ გახსოვთ ალბათ, ხო? აქციებზეც კი აქტიურები წინა შემთხვევაში იყვნენ მაგალითად თბილისი პრაიდის წარმომადგენლები. ახლა ხორუმს ეკავენ. მართალია ქალები ასრულებენ ამ ცეკვას. ხორუმს. რაღაც არ ვიცი, აბანმიტაზე შეფასებაში და ამის ექსპერტიზაში წავიდა. ჩვენს რაღაცები ვიცით ამასთან დაკავშირებით, რეპეტიციაზე ვინც ყოფილვართ ბავშვობაში მაინც, ან რაღაცა წაგვიკითხავს ამასთან დაკავშირებით ქალების ხორუმი, ეს ცალკე თემა, მაგრამ ხორუმს ეკავენ. ქალი თუ კაცი ხორუმს ეკავენ და რაღაცა ტრადიციულ ეს მაინც როგორც მინიმუმ რა ქონდა ამ თქვენ რას ხედავთ კარგს იმაში რაც ხდება, აი ერთი ასე პოზიტივის დავინახოთ თამაში, რომ ისინიც კი ხვდებიან, რომ უნდა განვამტკიცოთ, ორ შემთხვევაში ასე იპოზიციონირონ მაინც ეროვნული, ტრადიციული საკითხებით. ძალიან კარგია, რომ ისინი ასე იქცევიან, ან უფრო რეალურად იძულებულნი გახდნენ, რომ ტრადიციულ ფასეულობებზე ემოციის აღსაძრავად გაეკეთებინათ აქცენტი. რა ვიცი, რა შეიძლება ითქვას, თავის მიღწევად წარმოაჩინა, ეს ტექნიკა გამოიყენა ამ შემთხვევაში, რომ თუ აქციაზე ხალხი გავიდა, ხორუმი იცეკვა და ეს ეფექტური სანახაობა შედგა, ეს არის სწორედ მათი ირიბი გავლენა, რომ აი ეს პოზიტივი მაინც მოხდა და აქციაზე მყოფმა ხალხმა ხორუმი იცეკვა და ამით გამოხატა ტრადიციების მიმართ საკუთარი დამოკიდებულებები, არ ვიცი, ეს თქვენ უნდა განსაჯოთ, მაგრამ თუ მოусმენთ იქ მყოფ ხალხს და ნახავთ მათ ქმედებებსაც, ალბათ მიხვდებით, რომ ეს მთელი ეს PR სტრატეგია, რომ იქ დგანან
ლიბერალური ფაშიზმის კერებია, დგანან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები, მათ ქცევაში არაფერი არ არის ეროვნული და ასე შემდეგ, ეს რეალურად სხვა სურათია, რასაც წარმოაჩენს ქართული ოცნება და აი ამის დემონსტრირებას ცდილობდა ამ შემთხვევაშიც მამუკა მდინარაძე, ნუ მთლიანობაში რა გავიგეთ ამ პრესკონფერენციიდან, ხო? ის რომ კადრებს ბერავენ და ხალხი ქუჩაში არ დგას, გავიგეთ ის რომ ესე იგი სისულელეა და უსაფუძვლო არის პრეზიდენტის მოთხოვნა ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, მოვისმინეთ ძალიან დიდი კრიტიკა მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ რომ თავად მისცა მამუკა ხაზარაძემ აი ამის საფუძველი რომ გაეკრიტიკებინათ და მოვისმინეთ ის რომ ეუთოოდირის დასკვნაში არაფერი არ არის განსაკუთრებული ისეთი რამაც შეიძლება ეჭქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა. დიდი მადლობა რომ თვალს გვადევნებთ, შეგახსენებთ რომ თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, ჩვენ ძალიან გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, გამოიწერეთ არხი და გაავრცელეთ ეს ვიდეოები, გაუგზავნეთ თქვენს ახლობლებს და ერთად ვიფიქროთ უფრო მეტად კრიტიკულად. მადლობა, ნახვამდის.